თქვენ გაქვთ 1 წუთი ილაპარაკეთ. რაზეც გინდათ ილაპარაკეთ. როდესაც ტელევიზიით პირველად გავიდა გადაცემის რეკლამა, მე რომ 1 წუთი მქონდეს, ყოველთვის მინდოდა რომ იქნებ როგორმე ეხსენებინათ და ეთქვათ რომ პატიმრებს დაუთმობ ამ 1 წუთს. ყოველთვის ველოდებოდი და ხან ამის შესაძლებლობა მომეცა და მართლა დამითმეს. მინდა ეს გამოვიყენო და არ დავიწყო ლაპარაკი, უბრალოდ არ მოყვები თურისთვის დაგვიჭირეს, როგორ დაგვიჭირეს, სიმართლე საერთოდ ჩვენი გაჭირვები საიდან მოდიოდა, ტყუილანები ვიყავით თუ მართლები ვიყავით, როგორი რეჟიმი გამოვიარეთ. აღარც იმაზე ვილაპარაკებ, რომ როგორც გოგლამ თქვა რეოლიზემ დედის ჩაწვეთებული ცრემლებიდანო გამოედინებაო, მაშინ ჩვენი ეზო იმდენი დედის ცრემლი აქ დაღვრილი ბუჩკ სავსე უნდა იყოს იებით, ამოსული იებით. არც ამაზე არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ამას ტრიბუნად გამოვიყენებ და საზოგადოებას მივმართა. უფალს ყოველთვის გადავხდით მადლობაც იმისათვის, რომ ჩვენ აქაური ჯოჯოხეთი მოგვივლინა, აქაური ჯოჯოხეთი გვანახა. მოგცა საშუალება, რაც შეიძლება მეტად დაგვენახა, ჩვენი ყოველგვარი ნაკლოვანებები მოგვენანია, ჩვენი ცოდვები, ჩემო კარგებო. და აი ეს ყველაფერიდან გამომდინარე იქ და გამომდინარე მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ჩვენ არა ვართ დაკარგულები. ძალიან დიდი შიში გვაქვს. ჩვენ როდესაც კარიბჭეს გადავაბიჭებთ ფეხს და შემოგიერთდებით, როგორ მიგვიღებთ, როგორ ადგილს მოგვიჩენთ. თქვენ რომ აქ მოგასმენინათ ჩვენთან ეკლესიაში ქალები, როდესაც ჩვენი უწმინდესის გალობას დავიღალეს, გალობენ, მიხვდებით, რომ იქ რამხელა ტკივილია, იცით ჩადებული, რამხელა სევდაა ჩადებული, რამხელა მონანიების გრძნობაა ჩადებული. თვალებში ცრემლები მოგადგებათ ამას რომ მოусმინოთ. და ამიტომ დიდი სათხოვარი მაქვს უბრალოდ საზოგადოებისთვის მიგვიღეთ თქვენები გვართ ძალიან გვენატრებით. მანებით მეც ვეღარ ვილაპარაკ.